დეფორმა კაცრი ეტიმოლოგიური აზრით, იმიტომ რომ რეფორმა გულისხმობს ფორმის თავიდან მიცემას და დეფორმა გულისხმობს ფორმის დაკარგვას, ხო? ანუ მე ვფიქრობ და ეს არა მარტო მე ვფიქრობ, არამედ მე განცდა მაქვს, რომ აბსოლუტური კონსენსუსია აკადემიურ საზოგადოებაში დღეს საქართველოში, მათ შორის ისინიც კი იზიარებენ ამ კონსენსუსს, ვინც ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობს და გარკვეული მიზეზების გამო. საქმე ის არის, რომ ეს ინიციატივა, ეს გეგმა ძალიან ბევრი სხვადასხვა მიმართულებით უბრალოდ გაანადგურებს უმაღლესი განათლების ინფრასტრუქტურას, კატასტროფულად დასცემს უმაღლესი განათლების ხარისხს და ძალიან შეამცირებს მასზე ხელმისაწვდომობას. პირველ რიგში ლაპარაკია ხარისხზე, ხო? იმიტომ რომ ეს არის უცნაური განათლების რეფორმა, რომლის მთავარი მიზანი, დეკლარირებული მიზანი არის დეკონცენტრაცია, რაც არაფერი კავშირი არ არის განათლებასთან. შეიძლება იყოს ლაპარაკი თბილისის განტვირთვაზე, მაგრამ მაინც და მაინც უნივერსიტეტებს დაუმიზნო. ეს არის მე დარწმუნებული ვარ ურბანული განვითარებისთვის არასწორი და არაფერი კავშირი უმაღლეს განათლებასთან არ არის. პირიქით, ხო? მაგრამ აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში ამ გეგმის უკან დგას ეს ისტორიული შენობების გაყიდვის გეგმა, რომელიც სრული კატასტროფით აღიბეჭდება, დარწმუნებული ვარ საქართველოს ისტორიაში და მე ამას კიდე დაუბრუნდები, მაგრამ ისევ ხარისხზე რომ გავაგრძელო საუბარი. განათლების ხარისხი დაკავშირებულია იმასთან, რომ საქართველოში ბოლო 10 წლეულების განმავლობაში ინტერნაციონალიზაციის და ევროპეიზაციის გამო ბევრად უფრო დიდი პროგრესი განიცადა საუნივერსიტეტო განათლებამ, ვიდრე ბევრმა სხვა სფერომ, მაგალითად სასკოლო. ასე მოხდა. ჩართულობა ამ საერთო ევროპულ სივრცეში აღმოჩნდა როგორც პროფესორებისთვის, ისე სტუდენტებისთვის ძალიან დიდი სტიმული და ასევე ძალიან დიდი საშუალებების არსენალი, რომ ბევრად უფრო წინწამსულიყავით, ვიდრე შეიძლება ქვეყნის თუნდაც ეკონომიკური განვითარება ამის საშუალებას იძლეოდა. მაგრამ როდესაც ხდება რეფორმის დაანონსება, რომლის მთავარი მიზანი არის სინამდვილეში დაქვემდებარება ყველა უმაღლესი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის პოლიტიკურ ნებაზე, როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ უნდა ქალაქის ცენტრიდან გადავიდეს საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა სხვა ქალაქებში რეალურად, როცა ლაპარაკია იმაზე, რომ ადამიანებს რომლებიც მუშაობენ ამ უნივერსიტეტებში არ ექნებათ აკადემიური თავისუფლების პრინციპის დაცვის შესაძლებლობა, როცა ლაპარაკია იმაზე, რომ უნივერსიტეტები პრინციპში დაკარგავენ ყოველგვარ ინსტიტუციურ ავტონომიურობას, რომელიც სხვათა შორის აკადემიურ თავისუფლებასთან ერთად კონსტიტუციით უნდა იყოს დაცული, ხო? როცა ლაპარაკია იმაზე, რომ შემცირების გამო სასწავლო წლების როგორც სკოლაში, ისე ბაკალავრიატში, ისე მაგისტრატურაში აუცილებლად დადგება უზარმაზარი რაოდენობის პროფესორებისა და ლექტორების ქუჩაში დატოვების აუცილებლობა, რომელიც არ დგას რეალურად უმაღლესი განათლების სისტემის წინაშე, მაგრამ ეს იქნება ამ ხელოვნური სწორედ დეფორმის შედეგი, როცა ლაპარაკია იმაზე, რომ აუცილებლად შემცირდება ადგილები სტუდენტებისთვის სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში და ეს სტუდენტები ან დარჩებიან კერძო უნივერსიტეტებში ბევრად უფრო დიდი გადასახადების ამარად, ან კიდევ ქუჩაში ასევე და ეს არის ყველაფერი შედეგები, რომლებიც გამომდინარეობს ძალიან ნათლად დაანონსებული გეგმიდან, ხო? ჩვენ შეგვიძლია თამამად თქვათ, რომ საქმე ეხება უმაღლესი განათლების მართლაც აი განადგურებას, რომლის მსგავსიც მე არ მაგონდება. რადიკალიზმი სხვათა შორის უმაღლესი განათლების რეფორმას 20 წლის წინას თან ახლდა, 2004 წელს როცა გატარდა რეფორმა, ბევრი უკმაყოფილო ადამიანი ყავდა მასაც, მაგრამ იმასთან შედარებით ისაც დღეს იგეგმება, ანუ ბევრად უფრო რადიკალურია და ბევრად უფრო, იმიტომ რომ ინსტიტუციური იერსახე საერთოდ ეკარგება უმაღლესი განათლების სფეროს. ეხება საქმე ასევე უზარმაზარ სიმბოლურ დარტყმას, იმიტომ რომ ეს ისტორიული იერსახე უკვე ჩამოყალიბებულია 100 წელიწადზე მეტია. მისი ადგილიც კი ქალაქის ცენტრში სიმბოლურად ასახავს იმ მნიშვნელობას, რომელიც
უმაღლეს განათლებას საზოგადოებრივ და კულტურულ ქსოვილში აქვს. ასევე რასაკვირველია, ეს არის სივრცეები, რომელსაც შეიძლება დავარქვათ ეს მეხსიერების სივრცეები, ხო? უამრავი ადამიანის პირადი თუ საზოგადოებრივი გამოცდილება არის დაკავშირებული და პლუს ამას კიდევ ეს აძლევს საშუალებას სტუდენტებს, ახალგაზრდებს, პროფესორებს, აკადემიის წარმომადგენლებს, რომ აქტიურად იყვნენ ჩართული ქვეყნის თუ დედაქალაქის კულტურულ და საზოგადოებრივ თუნდაც პოლიტიკურ პროცესებში. წარმოიდგინეთ, როგორი უზარმაზარი დანაკლისი იქნება თუ მაგალითად საჯარო ლექციები თუ კონფერენციები თუ ასე შემდეგ, რომლებიც ნებისმიერ ასეთ სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება, ხელმისაწვდომი არ იქნება და ადამიანს დაჭირდება, რომ მაგალითად რაღაცა გარეუბანში რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ იყოს მხოლოდ ხელმისაწვდომი, ხო? როგორც ხაზგასმას საჭიროებს ინფრასტრუქტურის გამომართულება ქვეყანაში, ამ პატარა ქვეყანაში, სადაც წესით ნებისმიერ წერტილი უნდა იყოს ადვილად წვდომადი, მაგრამ იმის გათვალისწინებით რაც ხდება ქვეყანაში განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით, ამის იმედი ამ ხელისუფლების და რეჟიმის პირობებში უბრალოდ გონიერ ადამიანს არც ექნება. რომც დაიწყოს, ამას დაჭირდება წლები კი არა, შეიძლება რამდენიმე ათწლეული ინფრასტრუქტურულად ამის გამართვას, ხო? და პლუს ამას კიდევ მიუხედავად ყველაფერს არანაირი გამართლება არ აქვს იმას, რომ ქალაქის ცენტრიდან საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც არის პრინციპში კულტურული და სამოქალაქო ცხოვრების ცენტრი, გადაიტანო პერიფერიაზე. რაც შეიძლება პერიფერიაზეც არსებობდეს, მაგას ლაპარაკის ზედმეტია, მაგრამ როდესაც არსებობს დამკვიდრებული რაღაცა კულტურული ინფრასტრუქტურა, ეს უბრალოდ დაუშვებელია. ეხლა თქვენ და უზარმაზარ ბოდიში ეს რეალურად უზარმაზარ კულტურულ ტრამვას მიაყენებს ქართულ საზოგადოებას და აუცილებლად ეს დარჩება როგორც აი რაღაცა საშინელი ნაჭდევი ისტორიაში. ამაში და ის ადამიანები, ვინც ამას გააკეთებენ, ნამდვილად ძალიან ცუდად შევლენ ამ ისტორიაში. ამის გარანტია შეიძლება მივცეთ, ვინც ამას გეგმავს. ასევე მესამე უზარმაზარი პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია ამ გეგმასთან, არის ის, რომ ის განათლებაზე ხელმისაწვდომობას ბევრად უფრო რთულს, რომ რეალურად წარმოშობს უზარმაზარი რაოდენობის სოციო-ეკონომიკურ პრობლემებს. ძალიან ნათლად ჩანს, რომ ხელისუფლება აპირებს განათლებაზე გაწეული ხარჯების დაზოგვას. ლაპარაკია იმაზე, რომ ნაკლები თანხა დაიხარჯოს განსაკუთრებით უმაღლეს განათლებაში და ასევე ამ ინფრასტრუქტურიდან პირიქით ფული გაკეთდეს, ხო, ანუ ფული ამოღებული იქნას ამ პრივატიზაციით. რაც იმას ნიშნავს, მხოლოდ და მხოლოდ, რომ უმაღლესი განათლება განიხილება არა როგორც სტრატეგიული სფერო, რომლის განვითარებითაც ასევე ქვეყანა უნდა განვითარდეს, არა პირიქით, მხოლოდ და მხოლოდ ის სფერო, რომელსაც რესურსები მაქსიმალურად უნდა მოაკლდეს. სხვათა შორის არსებობდა ასეთი სრულიად კატასტროფული რეფორმა, რომელიც 90-იან წლებში განხორციელდა მიანმარში სამხედრო ხუნტის მიერ, რომლებმაც იმის გამო, რომ პროტესტანტი სტუდენტები იყვნენ, გადაიტანეს ცენტრალური მართლშესანიშნავი უნივერსიტეტები რაღაც ქალაქის პერიფერიაზე და ლამის რამდენიმე ათწლეულით დაანგრიეს უმაღლესი განათლება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მიანმარის გამოცდილებას არ გავიმეორებთ ჩვენ ბოლოს და ბოლოს ეს ამ გამოცდილების შედეგები მაინც გვაქვს თვალწინ. ხო, მიანმარის სამხედრო დიქტატურის კი ბატონო, სამხედროსი არა, მაგრამ დიქტატურისკენ ქვეყანა ძალიან სწრაფი ტემპით მიემართება, მაგრამ კვლავ აი ამ შემოთავაზებული წინადადებების შემოთავაზებაც როგორ სიტყვა, იცი, რომ თავაზობ რაღაც, ანუ თავაზიანობას მაინც გულისხმობს, რომ ამ დარგის ზოგადად განათლების სისტემის პროფესიონალებს, ადამიანებს, რომლებიც აწლეულებია, ჩართული არიან ამ საქმეში, რაღაცას აკეთებენ, შეუქმნიათ, შეფასებულა ეს ყველაფერი, აზრს მაინც შეეკითხები. აი, თავისთავად ეს ფორმა, როდესაც ეს ყველაფერი ერთ ისმარე დღეს გახდა ცნობილი, რომ აი ამას ვაპირებ და გავაკეთებთ ამდენად მასშტაბურს, რომელიც მთელი ქვეყნის სოციო-ეკონომიკურ, კულტურულ ქსოვილს თავდაყირა ატრიალებს შეიძლება იყოს. ეს რამდენად ნორმალური რო არ არის მესმის, მაგრამ რატომაც კეთება ალბათ იმიტომ რომ
იცოდნენ რომ წინააღმდეგობა შეხვდებოდა ამას, მაგრამ თქვენი კოლეგები სხვა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლებიდან როგორ ფიქრობთ, რა აზრზე არის გვესმის რომ ისინი ერიდებიან მედი თავენ პოზიციების გამო, ხათოს მას შეუძლებელია ამის გამო არ იყვნენ შეშფოთებული, მაგრამ თქვენ რა ინფორმაციას არა, ჯერ ძალიან ბევრი კოლეგა სხვა უნივერსიტეტებიდან, რომელიც არაფერს არ არიდება და სწორედ რომ ღიად ლაპარაკობს ამის თაობაზე. სხვათა შორის, ეხლა გავიგე რომ სწორედ შემოვიდეთ ზუსტად რომ ქეთევან ხუსკევაძე დაუკავებიათ, რომელიც მათ შორის ერთ-ერთი ასეთი ლექტორი იყო, რომელიც კონკრეტულად ამ სფეროზეც ძალიან ღიად და ნათლად საუბრობდა და ზოგადად ეს ყველა უნივერსიტეტში არის პროფესორა, რომელიც ღიად ლაპარაკობს იმას, რაზეც კულუარებში ბევრად უფრო მეტი ადამიანი საუბრობს. საქმე ის არის, რომ ყველა ძალიან კარგად ესმის, რომ ამ გეგმის მიხედვით ჩვენ დავიხევთ უკან დაახლოებით 30 წლით და სინამდვილეში ოღონდ როცა დავიხევთ უკან ამის მერე განვითარება ისევ ამ მიმართულებით კი არ წავა, განვითარება წავა უკიდურესი პროვინციალიზაციისკენ და იზოლაციისკენ. საქმე ის არის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ მქონია ისეთი ცუდი სისტემა, რომელსაც მივიღებთ თუ ეს რეფორმა, თუ ეს გეგმა განხორციელდა. ჩვენ ყოველთვის ვიყავით რაღაცა უფრო დიდის და რაღაცა უფრო დიდი მასშტაბების და პრეტენზიების მქონე სისტემის ნაწილი. საბჭოთა კავშირიც კი ეს იყო გლობალური მოდერნიზაციული უმაღლესი განათლების სისტემა, რომელსაც უამრავი პრობლემები ჰქონდა იდეოლოგიის გამო, მაგრამ რომელიც იყო წამყვანი გარკვეულ სფეროებში. სხვა ახლა რასაკურველია, როცა დასავლურ სისტემაზე ვლაპარაკობთ, რომელშიც ჩვენ ინტეგრაცია ძალიან სწრაფად და ძალიან წარმატებით გავაკეთეთ და ეს ევროპული დაფინანსების სქემები ძალიან სწრაფად ავითვისეთ, აქაც ჩვენ რასაკურველია მოხვდით საუკეთესო კონტექსტში, შეიძლება ასე ითქვას. მაგრამ რისკენაც ჩვენ მივდივართ, ეს იქნება მხოლოდ თავის თავზე ჩაკეტილი და თითქმის კონტაქტების არ მქონე ჭაობი შეიძლება ასე ხო? სტაჟირებაზე შეიძლება რუსულ უნივერსიტეტებში პედაგოგები უნივერსიტეტიდანაც წაიყვანონ, ისევ როგორც მაგალითად გორის ძალიან პრობლემური მგონია, იმიტომ რომ რაც უფრო დრო გადის, რუსულის ცოდნაც საშინლად იკლებს. თქვენ რომ დააკვირდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ღიად პრორუსულები არიან, მათი რუსული ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ხო? ანუ ჩვენ თაობაშიც კი, რომელიც შეიძლება უკვე ისე აღარ იყო რუსულზე ორიენტირებული, ესეთი რუსულის ცოდნა დაუჯერებელი იქნებოდა, ხო? და რაც უფრო ახალგაზრდა ადამიანი, მით უფრო ნაკლებად იცის მან რუსული. ეხლა ამის თავიდან შესწავლის დაწყება არ ვიცი როგორ მოხდება, ხო? ანუ სინამდვილეში რუსეთთანაც ჩვენ ის ბუნებრივი კავშირები თუ გაწყევეტილი არ გვაქვს, ყოველ შემთხვევაში ძალიან შესუსტებულები გვაქვს. ამიტომაც ჩემი აზრით ჩვენ დავრჩებით აი მართლა თვით ნარცისიზმის ჭაობში, რომელიც სხვათა შორის აი აქცენტი სახელმძღვანელოებზე ამ კუთხით ძალიან პრობლემური მეჩვენება, იმიტომ რომ მე მესმის რომ არსებობს სფეროები, სადაც შეიძლება სახელმძღვანელოს ქონა ქართულ ენაზე ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, შეიძლება მაგალითად იურისპრუდენციაში არის ასეთი სფერო, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ მომავალი იურის კონდეს ადეკვატური ქართულ ენაზე სახელმძღვანელო ქართული სამართლის თაობაზე. მაგრამ არის უამრავი სფერო, სადაც ერთი სახელმძღვანელოს ხა სახელმწიფოს მიერ დაკვეთილი სახელმძღვანელოს და შესრულებული სახელმძღვანელოს ქონა იქნება სრულიად დამანგრეველი ამ სფეროსთვის. მთელი იდეა არის პლურალობა ამ სახელმძღვანელოების, ხო? მთელი იდეა არის რომ ერთ პროფესორს ერთი სახელმძღვანელო აქვს, მეორეს მეორე. არსებობს სფეროები, სადაც საქართველოს მეცნიერება შეიძლება კიდევ დიდი ხანი არ კონდეს კომპეტენცია, რომ ყოვლის მომცველი სახელმძღვანელო გააკეთოს და შესაბამისად უნდა ითარგმნოს ეს სახელმძღვანელოები. ძალიან მარტივია. როგორც ჩვენ ვაკეთებთ ეხლა ჩვენ 800 გვერდიანი, მაგალითად ამერიკული სახელმძღვანელო თარგმნით სოციოლოგიაში. არანაირი ქართველი მეცნიერი, რომელიც დაჯდება და 2 წელი იმუშავებს, იმ 100 წლოვანზე მეტ სოციოლოგიურ ტრადიციას ამერიკულს ვერ შეიძლება დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები არ მიწყენენ ახლა ამას, ბევრ ფილოსოფიაშიც ბევრი ასეთი სფეროა. ამიტომაც ლაპარაკი იმაზე, რომ მხოლოდ აი ესეთი ვიწრო კუთხით დავინახოთ უმაღლესი განათლების განვითარების პერსპექტივა, იქნება უბრალოდ დამანგრეველი. თქვენ ახლა ახსენეთ, რომ ერთ პროფესორს შეიძლება ასეთი მიდგომა ქონდეს, მეორეს ეს პლურალიზმი, კონკურენცია
კონკურენცია, შემდეგ შედეგების მიხედვით, ასე ვთქვათ, ნაყოფის მოკრება. ეს არის კონკურენტული, დასალური ტიპის, მართლაც კონკურენციაზე და შედეგებზე ორიენტირებული სისტემების მახასიათებლები, მაგრამ თქვენ გითხრეს, თქვენ კი არა ყველას გითხრეს, რომ ერთი პროფესორი იქნება მთავარი და მე ამ პროფესორს ეყოლება ქვევით რაღაც გარკვეული ვერტიკალი. ბევრმა სიმაღლე კარგად ვერ გაიგო საერთოდ ეს რას ნიშნავს, მაგრამ თქვენ როგორ აგიხსნეს, ან როგორ წარმოგიდგენიათ ეს, როგორ შეიძლება? არა, ჩვენთვის არაფერი არა უხსნიათ, მაგრამ საქმე ეხება რასაკვირველია რაღაც აი აბსოლუტურ იერარქიას, საიდანაც როგორც ჩანს ძალიან ბევრი ის ადამიანი, რომელიც ახლა ესეთი ხელშეკრულებით არის დასაქმებული და არა შტატზე, ისინი საერთოდ ვერ მონახავენ თავის ადგილს და ეს უამრავი ასეულობით და ათასეულობით ადამიანია, რომელიც უბრალოდ დაკარგავს სამსახურს. მათ შორის დიდი ნაწილი მაპატია გაწყვეტილებით ეს არის ახალგაზრდა სამეცნიერო შემადგენლობა, რომელიც იმის გამო კი არა ძალიან უხარია დილიდან შუა ღამემდე ლექციებზე იაროს და ატაროს, არამედ იმის გამო, რომ მატერიალურად სისტემები ვერ უზრუნველყოფენ მათ სათანადოდ, ხო? ისინი და ამხრევ სტუდენტებისთვის და უნივერსიტეტებისთვისაც ძალიან კარგი შესაძლებლობა არის, ასე ვთქვათ, ხო? ეს თლიანად მოისპობა, შეიძლება ასე ითქვას. ეს მოისპობა, მაგრამ ჩამოყალიბდება რაღაცა უცნაური სისტემა, რომელიც ცოტათი ჩამოგავს ალბათ საბჭოთას, მაგრამ კიდევ იმაზე უარესია სინამდვილეში. სისტემა, სადაც უბრალოდ იარსებებს რაღაც ძალაუფლებრივი იერარქია, წინასწარ განსაზღვრული კვოტებით ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორებაზე, რომელიც სრულიად დაუჯერებელია, იმიტომ რომ შეიძლება სხვადასხვა სფეროში, სხვადასხვა რაოდენობებზე იყოს ლაპარაკი, ხო საჭიროებებზე. არ არის აუცილებელი ყველა სფეროში 13 პროფესორი იყოს ერთ მიმართულებაზე. მაგრამ გარდა ამისა, ლაპარაკი აი თავისუფლების გაქრობაზე, რომ მაგალითად უნივერსიტეტს ქონდეს საშუალება, რომ რამდენი პროფესორი როგორც უნდა ისე დაასაქმოს, პროფესორს ქონდეს საშუალება, რომ თვითონ იმუშაოს იმის გარეშე, რომ ვიღაცამ თავის ზემოთ უთხრას რა უნდა გააკეთოს, ასე შემდეგ, ხო? მთელი ამბავის აკადემიურ თავისუფლებაზე როცა ვლაპარაკობთ, ეს მხოლოდ და მხოლოდ უნივერსიტეტის ღირებულება არ არის. აკადემიური თავისუფლება აუცილებელი ღირებულება დემოკრატიისათვისაც. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში შეიძლება ეს ნათლად არ ჩანს, მაგრამ უნივერსიტეტში თავისუფლება არის საფუძველი იმისა, რომ საჯარო სფეროში არსებობდეს არგუმენტებზე დაფუძნებული დებატები. შეიძლება პირდაპირ ვერ ხედავდეს ადამიანი ამ კავშირს, მაგრამ ეს კავშირი არსებობს. შემთხვევითი არ არის აკადემიური თავისუფლება არსებობს დემოკრატიებში. ამიტომაც მე არ მიკვირს, რომ ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ, უბრალოდ, იმიტომ რომ სინამდვილეში რაღაცნაირი ლოგიკური ჯაჭვია, ხო, იყო ოპოზიცია, იყო მედია, სამოქალაქო საზოგადოება, უნივერსიტეტები, შემდეგი ნაბიჯი აუცილებლად ბიზნესი უნდა იყოს. ეს არის ავტორიტარიზმის ლოგიკა, მაგრამ ჩემი აზრით ამ ლოგიკის უკან მაინც დგას იმისი ვერგაცნობიერება, რა იქნება ბოლო წერტილი და ბოლო წერტილი იქნება კატასტროფა არა მარტო ჩვენთვის, ვინც ამ წნეხში მოვექცევით, არამედ იმათთვისაც, ვინც ამას გააკეთებს და მთელი ქვეყნისთვისაც. ეს არის უაღრესად როგორი რისკიანი, რომ აი ყველაფრის ჩამოსვლა ფსონზე, როცა მართლა ყველაფრის დაკარგვა შეიძლება ქვეყნის ჩათვლით. ეს ქვეყანა არ არის მოწყობილი ისე, რომ ყოველ შემთხვევაში შიდა რესურსებზე აგებულ დიქტატურას გაუძლოს დიდი ხანი. ეს ქვეყანა თავისი საზოგადოებრივი კულტურით სრულიად სხვა პრინციპებზე აგებული. მე არ ვამბობ, რომ ეს გადასარევი პრინციპებია, მაგრამ რაც არის, რაც ქართველები ვართ, ხო? ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი ამ დიქტატურის დამყარება, არ დამყარების თაობაზე ყოველთვის არის ხოლმე არსებობს თუ არა წინა გამოცდილება. ანუ არსებობს თუ არა კოლექტიური გამოცდილება პროტესტის. თქვენ თუ შეხედავთ საქართველოში, თქვენ აღმოაჩენთ, რომ 2019 წლიდან ყოველ წელს მასშტაბური პროტესტები იმართება ამ ქვეყანაში. კოვიდის დროსაც კი, მაშინ როცა ადამიანები შეიძლება ერთმანეთს არ ესალმებოდნენ წესრიგად შიშის გამო, მაგრამ მაინც პროტესტი არსებობდა. მაგრამ ესთან მარტო ამ ხელისუფლების დროს ხო არ იყო, ეს იყო იმის წინა ხელისუფლების დროსაც, კიდე იმის წინ და საბჭოთა კავშირი ჩვენ საერთოდ სამი თარიღის მიხედვით გახსოვს, ხო? ეს 56 წლის ტრაგიკული, 78 წლის ტრიუმფალური და 89 წლის ტრაგიკულ ტრიუმფალური. ანუ ჩვენს, როგორც ეს დნმ-ში ლამის არის ჩაწერილი
შესაძლებელია ეს კონფლიქტურობა და პროტესტი. რასაკვირველია, შეიძლება ბევრს ეგონოს, რომ ამისი განადგურება შეიძლება, მაგრამ თითქმის შეუძლებელი მგონია ეს და თან ისეთი საფრთხილო სფეროა, სადაც ჩემი აზრით ექსპერიმენტები არ ძლიერს და ამიტომაც თუ რაციონალობა ვინმე შერჩენილი აქვს, ოღონდ რაციონალობას იმაში კი არ გულისხმობ, რომ მხოლოდ საკუთარი ინტერესები გაატაროს, რომ გაითვალისწინოს, რომ ეს საზოგადოება არის პლურალური, კონფლიქტებით სავსე, ძალებით და შესაბამისად ამას სჭირდება შეგუება, მათ შორის ხელისუფლების მიერ და უნივერსიტეტის ეს არის პლურალიზმის ადგილი, ყოველთვის იყო. ჩვენ არ მოგიგონებია ეს. ევროპაში ის ჩაისახა როგორც ავტონომიური თავისუფალი სივრცე, რომელიც სულ მუდმივად კონფლიქტებში იყო. და ჩვენ რამენაირად თელმა საზოგადოებამ, რომლებიც არ არის სულ ერთი რა ქვეყანაში ვიცხოვრებთ 10 და 20 წლის შემდეგ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ სივრცეების განადგურება საბოლოოდ შეიძლება სრული კატასტროფით დამთავრდეს. და რამენაირად ჩვენი სფეროების თუ ჩვენი სიმტკიცის გამო ვაჩვენოთ, რომ არსებობს წითელი ხაზები, რომელთ გადალახვა არ შეიძლება. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს წითელი ხაზები მარტო სფეროების მიმართ კი არ გადაელახება, მარტო უნივერსიტეტები კი არ გაქრება და თავისუფალი ბიზნესი და მედია და ასე შემდეგ. პრობლემა იქნება შემდეგდელ მეთოდებშიც. იმიტომ რომ ჩვენ ხო ხედავთ ამდენი დაპატიმრება, ხო, ამდენი ადამიანების რაღაცა 100,000-იან, 200,000-იან, 300,000-იან ჯარიმებზეა ლაპარაკი. ეს ადამიანები სულ რო განიცდიდნენ დიდ სურვილს, ყველაფერს თავი დაანებონ და ნორმალური ცხოვრება გააგრძელონ, უბრალოდ ვერ მოახერხებენ ამას. ისეთ მდგომარეობაშია ჩაყენებულები, ხო? ანუ შეუძლებელია მათთვის ეს. და შესაბამისად, თვითონ ამ პროტესტის ჩახშობისას სიტუაცია იქმნება, როცა პირიქით ახალი კერები იქმნება ამ პროტესტის, იმიტომ რომ ადამიანებს სხვა გამოსავალი აღარ აქვთ, ხო? და საბოლოო ჯამში ძალიან ცუდ ფორმებზე შეიძლება მიდგეს. მე მართალი გითხრათ, კატასტროფულად მეშინია იმ მომენტის, როცა გაცნობიერება მოხდება, რომ თურმე არც დაპატიმრება არ არის საკმარისი და მე რა მოდის ამის მერე, ხო? ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი გამოცდილებები და იმედია, რომ ამაზე ლაპარაკიც კი არ გვინდა, ხო? შენ საუბრობ იმ მომენტზე, იმ წერტილზე, როდესაც აცნობიერებს საზოგადოების უფრო დიდი ნაწილი, რომ ის რაც ელის გაცილებით მძიმეა, ვიდრე შიში იმისა, რაც შეიძლება დაკარგოს. ამ ეტაპზე მე იმაზე ვაცნობიერებ, რომ სინამდვილეში, როდესაც ხელისუფლება ხვდება, რომ დროებითი დასჯა არ მუშაობს და შემდეგ რა მოდის ამის მერე. და ანუ სინამდვილეში დროებითის მერე ბევრად უფრო საშინელი რაღაცა ფატალური დასჯა მოდის, ხო? და შემდეგ უკვე არ ვიცით ამას რა მოყვება. ამიტომაც შეიძლება ვიღაცას გონია, რომ ყოველთვის დაიცავს ზომას და წითელ ხაზს, მაგრამ ამ პროცესში რო შედიხარ, ეს რაღაცა მომენტში შეუძლებელი ხდება. ამის არაერთი მაგალითი ვნახეთ ჩვენს უახლეს ნამდვილად. რაღაცას გონია, რომ ეს გაითვალისწინა და მართავს ახლა მექანიკურ დონეზე, მაგრამ ეს ასე არ ხდება არა მარტო ისეთ ქვეყანაში, როგორც საქართველო, გაცილებით უფრო სისტემური მიდგომებს ნაჩვევ საზოგადოებებში, სადაც ყველა დონეზე სისტემურ მუშაობას მიჩვეულია ხალხი და აქ ჩვენთან ამ ხრივა ძალიან დიდი პრობლემაა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რამენაირად ეს უნივერსიტეტის ღირებულებებზე რომ ლაპარაკობ, რაციონალურ დისკუსიაზე, რაღაცნაირად იმის ატანაზე, რომ სხვა ადამიანის სხვანაირად ფიქრობს და პლურალიზმზე იქნებ ყველამ გამოიჩინოს შესაბამისი რაციონალიზმი და მარტო უნივერსიტეტებს არ ეხება ეს, მთელ საზოგადოებას ეხება, უბრალოდ აღიაროს, რომ ეს საზოგადოება შინაგანი რესურსებით ვერ გახდება ერთგვაროვანი. უბრალოდ შეუძლებელია, ხო? ამისათვის საჭირო იქნება ბევრად უფრო სასტიკი და სასტიკი მეთოდები, რომელიც საბოლოო ჯამში კატასტროფით დამთავრდება.